ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეა სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშვიდობისა. 2010 წლის სექტემბერში უმრავლესობასთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ასეთი რამ თქვა. ყავს ძლიერი უმრავლესობა და ოპოზიცია. ოპოზიციის სიძლიერე კი კარგია, მაგრამ ჭადრაკის თამაში თუ ვერ ისწავლეს, ეს მათი პრობლემაა და მოგების შანსი ნაკლებია. თუმცა ეს რასაკვირველია არ ეხება ნონა გაფრინდაშვილს. იხუმრა პრეზიდენტმა 4 თვის წინ. როგორც ჩანს, ოპოზიციამ ჭადრაკის თამაში ვერა ვერ ისწავლა და ქვეყნის პირველმა პირმაც 2 დღის წინ შეიძლება ითქვას გულწრფელად აღიარა, რომ დასუსტებული ოპოზიცია მას პირადად ურჩევნია. ერთია რა ურჩევნია პრეზიდენტს და მეორე რა უკეთესია ქვეყნისთვის. თავად სააკაშვილს მიაჩნია, რომ მისი რეალური კონკურენტი, ანუ ძლიერი ოპოზიცია უნდა იყოს პასუხისმგებელი და საუბრობდეს იმაზე, რაც ხალხს აწუხებს. თუ კი ამ მიდგომას ჩავუკვირდებით, გამოდის, რომ პრეზიდენტი ამას ახერხებს, დღევანდელი ოპოზიცია კი ვერ ახერხებს. რატომ არის ოპოზიციური ფლანგი სუსტი? ამაზე კონკურენტებს საკუთარი არგუმენტები აქვთ. ვინ, რატომ და რამ დაასუსტა ქართული ოპოზიციური ფლანგი? ეს იქნება ჩვენი გადაცემის მთავარი თემა და კიდევ ერთი რამ. 2 წლის წინ სააკაშვილმა ასეთი რამ თქვა. მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ამ ხელისუფლებას 3 თვეში დავამხობდი, მით უმეტეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში. მე ვიცი ეს როგორ გავაკეთო, მაგრამ არ სურს მათ ეს ვასწავლო. საინტერესოა დღესაც ამავე აზრზე თუ არა პრეზიდენტი და რა ბედიელის მის ხელისუფლებას ძლიერი ოპოზიციის პირობებში. გიანოდია და რამა საყვარელიძე იმსჯელებენ ამ საკითხებზე. მე ვარ თეა სიჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ბატონი გიანოდია და ბატონი რამაზ საყვარელიძე. საღამოშვიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. პრეზიდენტმა 2 დღის წინ იმდენი რამ თქვა, რომ აი უკვე 2 დღეა მოვდივართ და მის გამონათქვამებზე ესე ვთქვათ, საუბრობთ და ვჯელობთ და ვაანალიზებთ. მაგისთვის გაგეთდა ეს ხო? რომ ჩვენ ვისაუბროთ ამდენი პრეზიდენტის ნათქვამზე. კი ბატონო, თუმცა პრეზიდენტის განცხადებები ჩვენ საკმაოდ განიბივრებულები ვართ, ჩვენ საკმაოდ ხშირად გვიწევს ხოლმე მისი განცხადებების მოსმენა. მაგრამ ერთი საკითხი, რომლისთვისაც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ და რომელიც გვინდა გავაანალიზოთ, სწორედ ოპოზიციურ სპექტრს და ფლანგს ეხება პრეზიდენტმა ესე გულწრფელად რომ თქვა აღიარა, რომ მას პირადად ურჩევნია იყოს დასუსტებული ოპოზიცია, ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც კი სასარგებლოა. ეთანხმებით ამაში ბატონო გია პირველ რიგში ეს გავიგოთ თქვენი მოსაზრება. ну ზოგადად სუსტი ოპოზიცია ქვეყნისთვის რა თქმა უნდა ცუდია, ну გააჩნია როგორი ქვეყნისთვის, მაგრამ ქვეყნისთვის რომელიც თავისი თქვა სტაბილობის ყარ დასახდენს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ხედავს, მაგრამ პრეზიდენტმა რაც თქვა ძალიან კონტექსტში, პრინციპში მე ვეთანხმები იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი ოპოზიცია, რომელიც ძლიერი იყო 2007-2009 წელს, რომ დასუსტდა ეს კარგია არა მარტო მისთვის, ხადია მისთვისაც კარგია, მაგრამ ჩემი აზრით ქვეყნისთვისაც კარგია. ის ოპოზიცია 2007-2009 წელში რო იყო, ის ოპოზიცია არსად არ წასულობ, მგონი დღესაც პოლიტიკურ არენაზე დგას. და პრეზიდენტმა, კი ბატონო, დასუსტდა, მაგრამ პრეზიდენტმა ესეთი რამ თქვა, რომ ეს ოპოზიციური სპექტრი, რომელიც 2007-2009 წლებში ესემძლავრობდა, ძირს უთხრიდა ქვეყანას. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას? ძირს უთხრიდა ქვეყანას, ну ის ძირს უთხრიდა, ასე ვთქვათ, დემოკრატიის შანსებს ქვეყანაში, მოდი ასე ვთქვათ. ანუ ხელს უშლიდა ნორმალური, ასე ვთქვათ, დემოკრატიული გარემოს შექმნას, თუმცა, ну შეიძლება სხვანაირადაც შეხედო, რომ ალბათ ეს რაღაც მოსახდელი, სახადი იყო ასეთი ტიპის ოპოზიცია, რომელიც და რაღაცნაირად მოვიხადეთ. შეიძლება ვერც მოვიხადეთ და გონია რომ მოვიხადეთ დროებით გვაქვს, დროებით იმუნიტეტი გვაქვს, მაგრამ ну ის რომ ასეთი იყო ეს ოპოზიცია, შეიძლება ნაწილობრივ თვითონ სააკაშვილის, ანუ წინა ოპოზიციის ბრალიცაა, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია ამ ოპოზიციის რეალური მასწავლებელი იყო სააკაშვილი, ოღონდ ну კარგი მოსწავლეები ვერ გამოდგნენ, როგორც თქვენ მიერ ასე ვთქვათ მოპანილი ციტატიდან ჩანს, არა, თვითონ ის ხوامბობდა რომ მე თვითონ შემეძლებდი და ამათ კიდე ვერ შეძლეს, ხო, ნუ ეს. ანუ მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათთვის ოპოზიციის იდეალი, ოპოზიციონერის იდეალი იყო მიხეილ სააკაშვილი როგორც ოპოზიციონერი. კარგით. ბატონ რამოს, თქვენც ესე მიგაჩნიათ, რომ 2007-2009 წლის ოპოზიცია ესეთი ძირგამომთხრელი იყო დემოკრატიის თვალსაზრისით, აი როგორც ახლა ამ შემთხვევაში ბატონმა გიამ ჩამოყალიბდა. ვინ რა თხარა იმ წლებში მე მგონი გამოჩნდა. აბა რა გამოჩნდა?
ანუ ძირგამომთხრელი რო ყოფილიყო, ჯერთი მინდა ხაზი გაუსვა პრეზიდენტის ეპითეტს, რომ ის ოპოზიცია იყო ძლიერი. დიახ. ნუ რაში იყო ძალა? ეხლა თქვენ პატარა და მცირე დავა გქონდათ დებატი გიასთან, ხო, რომ ის სახეები ისევ აქ არის. დიახ. გაჩილაძე იგულისხმეთ ალბათ, ხო? ერთ-ეგრე. მარტო გაჩილაძე, მთლიანი ოპოზიციური სპექტრი, რა ვიცი, ვინ გამოაქვს და პირიქით შეემატა კიდევაც ამ მაშინდელ ოპოზიციაში ძლიერში იგულისხმება ორი ფიგურა. კი ბატონო. ხო. ეს როგორც ერთიანი ის არ არსებობს. ხო, ესე იგი გაჩილაძე ნუ ცხოვრებულ ადამიანებზე არ ვლაპარაკობ. გაჩილაძე იყო მაშინ, არის ეხლა. განსხვავება რა არის? ნუ არც რაიმე პლატფორმა შეცვლილა, თუნდაც იმ გაგებით, რაც სააკაშვილმა თქვა. განსხვავება ის არის, რომ მხარს უჭერდა მაშინ რაღაცა პროცენტი, საკმაოდ მნიშვნელოვანი, ეხლა მხარს უჭერს იგივე გაჩილაძის ფიგურას ნაკლები. ესე იგი, რაში გამოიხატება ძალა? ხალხის მხარდაჭერაში, მეტში არაფერში. და თუ კითხვას დავსვამთ, ალბათ უნდა დავსვათ ასე, რატო კარგავს ესათვის პოლიტიკური ფიგურა ხალხის მხარდაჭერას? კი ბატონო, ესეც საინტერესო საკითხია, მაგრამ ბოდით ესე ვთქვათ, თუ კი სააკაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ადამიანები იყვნენ ქვეყნის, ესე ვთქვათ, გამომთხრელი, მაგიტომ მე მაინტერესებს ძირგამოთხრა შემთხვევით თქვენ რაც გულისხმობთ. ბატონო, გადავუხვიეთ თქვენ კითხვას. ხდება განმარტე რასაც გულისხმობთ. გაჩილაძე მაშინ იყო, ეხლაც არის. დიახ. თუ მაშინ რამეს თხრიდა, ეხლაც ხო იგივეს უნდა თხრიდეს. მაშინ ძირგამოთხრელი იყო, ხო ნიჩაბი აღარა აქ. ნიჩაბი აღარა. ნიჩაბი აღარა აქ. კარგი. ისე რომ მე მგონი მან რაღაც ერთ ქვაბში მოხარშვა მოხდა იმ ვერსიისა, რაც ჰქონდათ პატრიკაშვილთან დაკავშირებით და გაჩილაძის ფიგურის. გაჩილაძის ფიგურასთან, ნუ ძირგამოთხრელობად ვერ დააბრალებ იმას, რომ პლატფორმა არ ქონდა, სააკაშვილს საერთოდ არ ქონდა პლატფორმა ხელისუფლებაში რომ მოვიდა. და ეხლაც ბევრ საკითხში არ აქვს პროგრამა გაწერილი. მაგრამ ბრალდებოდა ძირგამომთხრელობა და ქვეყნის ღალატი პატრიკაშვილს, ხო? დიახ. ახლა იმდენად შეწყდა, ერთი პატრიკაშვილი ხო არ იქნებოდა მოღალატე რა? კაი, ის მეიბარა უფლმა. დანარჩენი ვიღაცაები ხო უნდა ყოფილიყვნენ ძიება. თუმცა მოღალატეობა არ დამტკიცებულა მე რამდენადაც ვიცი. რა თქმა უნდა. ძიებას ხო უნდა ამოეტანა მთელი ეს ვერსია თავიდან ბოლომდე. რახან ძიება შეჩერდა ადამიანის გარდაცვალებასთან ერთად. ესე იგი არც იყო ეს ვერსია. რეალური. ბაზონგია. რა. არ ყოფილაო ეს ვერსია რეალური. რომელი ვერსია? არა, იცი რა, ჩვენ არ ვიცით. ცოტა დავიბენი რაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ძინ გამომთხრელობა არ ნიშნავს აუცილებლად, ასე ვთქვათ, ღალატს ან ღალატზე იყო ლაპარაკი. როდის იქ სად? პატრიკაშვილის შემთხვევაში. არა, ბოდიში, ახლა ნუ დაიბნევი. არა, ვიბნევი ნამდვილად, იმიტომ რომ არ ვიცი რაზე ვლაპარაკობ და საერთოდ პრეზიდენტის გამოსვლაზე ვსაუბრობთ, ბატონო. ხო, მე მგონია რომ პრეზიდენტის გამოსვლაზე კი არა, ოპოზიციაზე ვსაუბრობ. პრეზიდენტმა შეიძლება რაღაც სიტყვა იხმაროს ის თუ ეს, მაგრამ მე როგორც გავიგე პრეზიდენტის სიტყვები არ მინახავს. ამის სიტყვა ამის. ხო, გასახოდ, ამიტომ ვცდილობ რომ პრეზიდენტის სიტყვების რაღაც ანალიზი კი არ გავაკეთო, არამედ რეალობის ანალიზი გავაკეთო. პრეზიდენტის დაეთანხმეთ ამ შემთხვევაში. დავეთანხმე ხო და კი ბატონო, ახლა ვიტყვი რომ ძირის გამოთხრა თუ რაც ქვეყნისთვის როგორ ვთქვა, კეთილმოსურნე არა, ნუ არასასარგებლო მოდესტათ ოპოზიცია არ ნიშნავს იმას მაინც და მაინც რომ ის უცხო ქვეყანა მიყიდა. შეიძლება პატრიოტი იყო და გიყვარდა საქართველოს და მაინც ანგრევდა მას, ხო? ეს სხვა რამე, ანუ ის ოპოზიცია გაჩეჩილაძეს არ გულისხმობ მაინც და მაინც, ან ერთს ან მეორეს, არამედ თვითონ მეთოდი, ხედვა თუ მიდგომა პოლიტიკური საქმიანობისადმი იყო დამანგრეველი ობიექტურად დემოკრატიის განვითარებისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის და დემოკრატიის განვითარებისთვის. ეს თქვი მე. გია, ერთი კითხვა მაქვს, მაგ პოზიციასთან დაკავშირებით. შეიძლება პრინციპულად რომელიმე პარტია თვლიდეს, რომ სხვა პარტიის პოზიცია ქვეყნისთვის დამანგრეველი არ იქნება. ეს ხო იმთავითვე იგულისხმება, რომ მე ქვეყანა მიმაჩნია ასეთად და შენ თუ მიგაჩნია სხვანაირად, ეს ქვეყანას დაანგრევს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე შენ ძირგამომთხრელი გეძებო რაღაც ნათხარებში. არა, უაცრავად.
მე ამ შემთხვევაში ისევ ვიმეორებ, რომ ახლა შპაიზდამაის პრეზიდენტის სიტყვების ლექსიკაზე არ არის საქმე და მისი აზროვნების წიაღსვლების კომენტირება არ მინდა, ჩემს პოზიციას ვიტყვი, იმიტომ რომ ვთქვი, რომ ვეთანხმები მეთქი პრეზიდენტს არსებითად. რომ ერთია ასე ვთქვა პრეზიდენტის სიტყვებს ეთანხმები ხა პრეზიდენტის ამ შეფასებას ოპოზიციისა ვეთანხმები და ამ თეზის ვეთანხმები და ვეთანხმები და ყოველი პარტიის საქმიანობაში შეგვიძლია ასე ვთქვათ განვასხვაოთ ერთის მხრივ მისია ვთქვათ პლატფორმა ეგრეთ წოდებული ან ხედვას ქვეყანა როგორ უნდა განვითარდეს რომელზეც როგორც თანახმავართ რომ მაინც არ არსებობდა და ამიტომ შესაძლებელი არაფერია მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ეხება მეთოდს და პოლიტიკურ ტექნოლოგიას თუ გინდა და ასე შემდეგ. ამაზეა ლაპარაკი, თორე რას გააკეთებდა ეს ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ მოსულიყო? ყოველ შემთხვევაში იმაზე უკეთეს არა, ვიდრე ამას არაშვილის ხელისუფლება აკეთებს, ბატონ გიამის თქმით. ჩემთვის ხადია რომ უკეთეს არ გააკეთებდა, მაგრამ და უარეს გააკეთებდა, მაგრამ რას გააკეთებდა წარმოდგენა არ მაქვს. აი თუ წარმოდგენა არ გაქვს. არა, ხო და ეს ძალიან ცუდია რომ რაღაც მაშინ როგორ ეთანხმები თუ წარმოდგენა არ გაქვს თქო ეს ხო და ეს არის გარკვეულად ესეც ეს არ არის ერთადერთი მაგრამ ესეც არის ვთქვათ პოლიტიკური სისტემისთვის და დემოკრატიის იმედისთვის დამანგრეველი, როდესაც მოდის უბრალოდ წმინდა ნეგატივზე და წმინდა დამანგრეველ იდეაზე რაღაც დამყარებული, რაღაც გაურკვეველი გაერთიანება, რომელზეც თითქმის და დარწმუნებული შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც ერთმანეთსაც წაექცეოდა და დიდი მე არ ვამბობ რომ აუცილებლად ასე ვთქვათ რა დაინგრეოდა საქართველოს, მაგრამ სერიოზულ საფრთხეს ვთქვათ მოიცავდა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების შემდგომი განვითარება. კარგი, ბატონ რამეს, თქვენ რა კონტრარგუმენტები გაქვთ? როგორ ხვდები არ ეთანხმებით ახლა ამ ლოგიკურ განვითარებას აზრს? არა, მე მისივე სიტყვებიდან, გიას სიტყვებიდან ლაპარაკობ. წინააღმდეგობაში მოდის ბატონ გია. თანხმოვნობით დებატოთ. კი, აუცილებლად, კი ბატონო, გისმენთ. რომ თუ კი პრინციპში ბუნდოვანია რა პერსპექტივით მოდის ესა თუ ის პოლიტიკური ძალა გინ დღეს გინ მაშინ ახლა პრინციპში მაინც იმათ შეფასებაზე არა ვარ თუ კი მოხსენით ის ბრალდება რომ აქ უცხო ქვეყნის ხელი ერია და რაღაცა რაც პატრიოტთან იყო შენ მაგ მემართულებით არ წაგიყვანია ეს თეზისი და ისე რომ მე დავანებებ ამ მემართულებას მაგრამ თუ კი ბუნდოვანია რითი მოდის მაშინ რა უფლება გვაქვს შევაფასოთ ის დამანგრევებელი იქნება თუ ამაყვევებელი პროგრამა რა ქონდა გახსოვთ ბატონ რამაზ აი მაგალითად რას თვალსაზრისით არა გაჩვენეთ პროგრამა მოსმენელი მაქვს დარბაზში შეიძლება შენც არ მაქვს რაღაც ისე ახალი მემარჯვენეებისა რომ მოიხსენილი გვაქვს მაგრამ კაჩიჩილაძე აღარ იყო ახალი მემარჯვენე დიდი ხნის ახალი მემარჯვენეების პროგრამის ახლონაცავი იყო ლევანის პროგრამა მეც მოსმენილი მაქვს ქართულობა და ჯიგრობა იყო პროგრამა თვითონ გაჩიჩილაძე ასე ამბობდა და ახლა შეიძლება თუ იმას დააწერინა რამე და მე სამე წაიკითხეს შეიძლება იყოს მეტაფორული ფრაზა რა მაგრამ იყო გაწერილი პროგრამა და ის რომ პრეზიდენტობის ინსტიტუტს გავაუქმებო ეს იყო ფაქტიურად ის რაც დღევანდელი კონსტიტუციით მოხდა ის რომ იმიტომ არ აუქმებდა რომ სიტყვა პრეზიდენტი არ მოსწონდა უნდა თვლიდა რომ უნდა გადასულიყო ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა. კი ბატონო. ანუ თქვენ კიდე თქვათ რომ დამანგრეველი არც ყოფილა ის არა, ეს იდეა იყო რაც დღეს გვიდევს წინ უკვე ახალი კონსტიტუციის სახით. მოკლედ მე ლაპარაკი მაქვს მოქმედების მეთოდებზე და იმაზე, როდესაც კაი, დამანგრეველი რევოლუციური, ასე ვთქვათ, მეთოდი. არჩევნებში გასაღებულობდა მონაწილეობა. არა, ეს ღებულობდა, კი, მიიღო, ეს ძალიან კარგია, რომ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობა, სრულიად გაუგებარი პროგრამით, შეიძლება დამანგრეველი იყოს არჩევნებში მონაწილეობა. არა, არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგი არა ვარ, ბატონო. მე ვამბობ თლიანად აი სულისკვეთება მეთოდების ერთობლიობა, რომელსაც იყენებდა რაც მოარჩევნებს მერე მანამდე და მერე ანუ რევოლუციური გზა ამ შემთხვევაში იმ პერიოდში, როდესაც იყო საპროტესტო გამოსვლები 2007-2009 წლებში იყო აბსოლუტურად მიუღებელი. 2003 და გაუმართლებელი. 2003 არჩევნებს რაც მოყვა, ის საპროტესტო შეიძლებოდა და 2007 ეს არის სწორედ ასე ვთქვათ პრობლემა, რომ რას მე როგორც თეორეტიკოს გელაპარაკები, ხოდა შენიაზე ლოგიკა
მაინტერესებს. ეს აზრი თავისთავად რომ მე გასაგები რომ გარკვეული სხვა ვითარება იყო იქ და არის შეიძლება მაგ არა რო გასაგებად არსებითად განსხვავებული ეს იყო არჩევნებისთვის ასე ვთქვათ არჩევნებისთვის საარჩევნო ბრძოლა იყო ბრძადება კი არა ბრძოლა და რაღაც არჩევნებზე მიღწეული გარკვეული შედეგი რომელიც არნიშნავდა საალხა გამარჯვებას მაგრამ გარკვეული შედეგი იყო და შემდეგ იმ შედეგის დაცვა იყო აქ პრინციპულად პირველი თუ არა მესამე დღიდან იყო პრეზიდენტის გადადგომა და ასე შემდეგ და არჩევნები იყო ერთ-ერთი იგივე სცენარი არ განვითარებულა იმავე სცენარი სრულიად მაგრამ პრობლემაც ის არის რომ რაღაც მე არა ვარ ახსოვანებული 2003 წელში იმ ფაქტით 2003 წელში რევოლუციით მოხდა ხელისუფლების შეცვლა და არასოდეს არ ვამბობდი რომ ახსოვანებული არ გულშემატკივებდით ვარდების რევოლუციას ეს რაღაც ახალია ჩემთვის ბატონგია არა კაია დებატები რასარაცხინებს სათავე ამას რაღაც ის იყო რომ უთქვამთ რომ საერთოდ წვიმის ინტელიგენცია იყავი თუ არა წვიმის ინტელიგენცია რასთვიას არ ვიცი. აი წვიმის მუსიკოსები ხო იყო წვიმის ინტელიგენცია, წვიმის პროლეტარი და ასე შემდეგ. იყავი შენ წვიმის ინტელიგენცია. წვიმაში ვდგვიდექი და ასე ვთქვათ, გულშემატკივრობდი იმ ხალხს, ვინც იქ იდგა, კი ბატონო, მაგრამ ზოგადად იმ ფაქტს, რომ ნოემბერში საჭირო გახდა ასეთი რაღაცა და ამით შეიცვალა ხელისუფლება, არ გულშემატკივრობდი. ასე ვთქვათ, უბრალოდ არ ვიწონებდა, არ ვთვლი, რომ ეს რა კარგია, მაგრამ მეთოდი არ მოგწონდათ ესე რომ ვთქვათ. იქ ასე ვთქვათ, რაც მოხდა 2003 წლის არჩევნების შემდეგ, ის ნამდვილად, არტოვებდა სხვა გამოსავალს. ასეთი ვითარება არ ყოფილა 2007 წელს, იმიტომ რომ მაშინ არჩევნები არ იყო საერთოდ ჯერ. მეორე, მაგრამ უფრო ზოგადად, თქვათ მე მეშლებ არა. ასეთ ვითარება არ ყოფილა რა გულისხმობ. ანუ აუცილებლობა არ იყო საარჩევნო ასეთი წარმატება და არჩევნებამდე სანამ არჩევნები იქნებოდა მანამდე იყო პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა. რეალური იყო თუ არა არ ვიცი, მაგრამ მაშინდელი ბრალდება 2003 წლისა გაყალბების პროცენტზე და 2007-ში გაყალბების პროცენტზე ერთ და იგივე იყო? და იგივე. არა, დიდი ბრალდება იყო მერე. უაცრავად 2 რამეს ვიტყვი ჯერ ერთი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო ის მოძრაობა ეს დამთავრდა ამ გადადგომის მოთხოვნით არის დიდი განსხვავება ანუ 2007 წლის ნოემბერში დაიწყო ეს მოძრაობა სულ პირველ დღეს არა საერთოდ 5 ნოემბრიდან გადავიდა ამას და მთლიანად აგებული იყო ამ ვითარებაზე გარდა ამისა ნოემბერში 2013 წლის იყო დასაბუთებული მოთხოვნა კი არა ბრალდება გაყალბებისა 2000 შეგისწორებდი ახლა რომ არ მეცოდებოდი ეს დრო. პრეზიდენტის შევარდნაძის გადადგომაზე იყო აგებული მთელი მაშინდელი ნაციონალების კამპანია. ისინი ბანერები დიდი არ გახსოვს რომ შევარდნაძე გადადგომა არ ნიშნავს ეს ნიშნავს არჩევნების მოგებას. გადადგომის არ ნიშნავს გადადგომას. არ ნიშნავს რა თქმა უნდა. აბა რას ნიშნავს თუ შეიძლება რომ არჩევნებში დამარცხებას შეიძლება ნიშნავს. მაგრამ სააკაშვილი პარლამენტში როცა შევიდა პირველი ფრაზა რა თქვა გადადგომა. არა მაშინ ეს არჩევნების შემდეგ იყო ამას. გასაგებია. მაგრამ ეს არსებითი განსხვავება, მაგრამ თუნდაც დაუშვათ რომ მე ვარ რაღაც უბედური სიყვარული მჭირს სააკაშვილის და ამიტომ საშილდა უბედური რატო ბედნიერი სიყვარული კი ბატონო რაღაც უბედური მაზრით რომ ასე ვთქვათ საშინელი ძალის არა ხო წამერთა გონება ვთქვა და ობიექტურობის განცდა მაგრამ უნდა ვთქვათ ქვეყნისთვის რა არის კარგი ანუ რომ რევოლუციურად იცვლებოდეს ხოლმე მთავრობები ეს არის კარგი თუ დავადგეთ იმ გზას როდესაც ხვანაერი და როცა შეცდომებს ხელისუფლება იმ შემთხვევაში ყველა ხელისუფლება უშვებს შეცდომას რომელიც მის ოპოზიციას მიაჩნია ძალიან მძიმე კი ბატონო ამას არ დაუშვი ამ ხელისუფლებას ისეთი სიმძიმის შეცდომა როგორც მაგალითად 2003 წელს დაუშვა ამის აუცილებელი პირობა იდგა ვარდების რევოლუცია მომხდარიყო 2007 წელს არ იდგა ამიტომაც პრეზიდენტმა ესე რომ ვთქვათ განაცხადა რომ მაშინ ოპოზიცია კი იყო ძლიერი მაგრამ იყო ძილგამომთხრელი და ჯობდა ესეთ ოპოზიციას, ესეთი სუსტი ოპოზიცია გყავდეს, როგორც დღეს გყავს. კითხვა რაში? რაში მდგომარეობს და სწორია თუ არა მიდგომა, რომ ქვეყანას ყავდეს სუსტი ოპოზიცია? არა, მე მგონი ეს არ არის მიდგომა, რომ ქვეყანას გყავდეს სუსტი ოპოზიცია. არა, პრეზიდენტს ამ შემთხვევაში ურჩევნია, რომ ყავდეს სუსტი ოპოზიცია. თქვენ მეუღლეს, რომ თვალი გაიქცეს ქალისკენ. დიახ. სხვა ქალისკენ. დიახ. რა გიჩვენეთ, ის სხვა ქალი იყო ცალთვალა და კოჭლითულ ამას. გამზლამაზი არ გამიხარდება ნამდვილად. ხოდა ეგ. რა თქმა უნდა ურჩევნია რომ სუსტი ოპოზიცია. კარგი. არა, ეგ სხვა არა, ქვეყანას რამდენად არგია, თორე პრეზიდენტ შეიძლება ერჩინოს, რომ სუსტი კონკურენტი ყავდეს. პრეზიდენტს ბუნებრივია ურჩევნია
ადამიანურად ძალიან გასაგები იქნება არა, ჩვენ ეგ ადამიანურ განცდებზე ხوار საუბრობთ ბატონო ამას, რა არის უფრო სასარგებლო ქვეყანაში? ამიტომ ამბობს პრეზიდენტი, რომ მე უცდი იმას, როცა მოვა ის ოპოზიციური ძალა, რომელიც ღირსეული იქნება აიღოს ხელისუფლება და გააგრძელოს ხელისუფლება. ზუსტად ეგ ფრაზა მახსოვს შევარდნაძისგან, ზუსტად ეგ ფრაზა მახსოვს ბატონი გამსახურდიასგან და ასე შემდეგ. ეს ჩვეული ფრაზაა, ბუნებრივი ფრაზაა, იმიტომ რომ ვერც ერთი ხელისუფალი ვერ იტყვის, რომ ოპოზიცია არ მინდა. უნდა თქვას, რომ მინდა. და ამ ოპოზიციას პარტიებს არ ვცემ, იმიტომ რომ ეს არ იქნება ისეთი, როგორც საჭიროა. აი, რომ მოვა კარგი, მაშინ იმას ვაღიარებ. კარგით. კი ბატონო. გადაცემაში რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ მოდით ვისაუბროთ. მე გადაცემის დასაწყისში მოვიყვანე პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ფრაზა 2 წლის წინ, როდესაც ის საუბრობდა მე რო ვიყო დღეს ოპოზიციაში ამ მთავრობას, კიდე ამ ხელისუფლებას სამ თვეში გადავაყენებდი, მე მაინტერესებს მართლა ძლიერი ოპოზიცია რო არსებობდეს. არ ვიცი თახვდებით თუ არა იმაზე, რომ სუსტი ოპოზიცია გვყავს დღეს ქვეყანაში. თუ კი იქნებოდა ძლიერი ოპოზიცია, რა ბედი ექნებოდა და ან რა ბედი ერგებოდა სააკაშვილის ხელისუფლებას იმ პირობებში დაგვალოთ და რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით. არგუმენტებს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან გიანა ნოდია, რამა საყვარელიძე ბატონებო, პრეზიდენტის ფრაზა უკვე განვიხილეთ, ესე რომ ვთქვათ, დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. უბრალოდ ერთი კითხვა, რომელიც მე ორივესგან მინდა მოვისმინო პასუხი. ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ოპოზიცია სუსტია დღეს საქართველოში? კი. ეჯგარეშია ბატონ გია? წუხარებით იუწყებით, რომ ოპოზიცია სუსტია. ვიუწყები რომ სუსტია. კი ბატონო, ბატონო რამეს. ღრმა მწუხარებით. დაუბრუნდები ერთ ფრაგმენტს, რაც წინა რაუნდში აღნიშნე. მაშინაც გაჩილაძე იყო ფიგურა და იმდროინდელ გაჩილაძეს თulis ძლიერ კონკურენტად დღეს სააკაშვილი. და მის უკან იყო უბრალოდ ხმების მეტი რაოდენობა, მეტ სხვა არაფერი არ შეცვლილა. ესე იგი, რაზე ვილაპარაკოთ, ოპოზიცია არის სუსტი და ან ძლიერი თუ ხალხის ოპოზიციურად განწყობილი ხალხია სუსტი და ძლიერი. რომელია უფრო ესე ვთქვათ სიმართლე ხალხი რა თქმა უნდა. ხალხის ესე ვთქვათ აქტივობა ამ შემთხვევაში ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი არის სუსტი და შესაბამისად პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ამ ნაწილს განასახიერებენ, ისინი სუსტებია. თუ ხალხის ამ ნაწილმა ხელი ჩაიქნია და თქვა, რომ არც ეს მინდა და არც ის და წავედი და შევჭამ რესტორანში გემრიელათო, იქ დამთავრდა პოლიტიკოსის ძალა, ხო? რაშია პოლიტიკოსის ძალა? კუნთებშია? კი ბატონო, მაგრამ ამ ესე ვთქვათ, ხელის ჩაქნევას რა განაპირობებს ბატონ რამას? ხო, აი მაგიტომ ვთქვი, რომ თუ რაიმეზე შეიძლება მსჯელობა, შეიძლება ეს სიტყვა ძალა და ძლიერი და სუსტი მეტაფორებია მაინც. კი ბატონო. შეიძლება მსჯელობა იმაზე, აი ეს ხალხის გულის მომგები რატო ვერ გახდა ოპოზიცია? რატო არის ხელისუფლება? თუ არის და ამ შემდეგ, თორე სხვა მხრივ სიძლიერე და სისუსტე მხოლოდ ხალხშია. კი ბატონო. მაგრამ თუ ხალხის გულის მომგები ვერ გახდა, ისე თქვენ ქალბატონი ვიღაც კაცი მოგეწონა. მარტო შენზე ხო არ არის დამოკიდებული ის კაცი გიპასუხებს თუ არა, იმაზეც ხო არის დამოკიდებული. ქართულ ხალხზეც და საზოგადოებაზეც არის დამოკიდებული მისი ბრძოლის უნარიანობა. საერთოდ არ ყავდა ტუნის, რომელზედაც გია საინტერესო აზრს გამოთქვამს, საერთოდ არ ყავდა ტუნის ოპოზიციური ლიდერები ისე შეატრიალა ქვეყანა, ხო? თვითონ ხალხი არის ოპოზიციურად განწყობილი, ხალხი არის უამრავი რამის პასუხისმგებელი და შემძლე. და თუ ხალხმა ხელები დაიბანა, რომ მე არაფერი შემიძლია და აბა ვნახოთ ეს ცალკეული პოლიტიკოსები რას სამენო, ისინი ვერასოდეს, ვერაფერს ვერ იზამთრებენ. კარგი, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ოპოზიციური განწყობა, რომელიც იყო 2007-2009 წლებში, ისევ არსებობს დღეს ხალხში, შეიძლება მეტი თუ ნაკლები ამის გაზომვა ძალიან რთული არსებობს, თვითონ ხალხს ბრძოლის სურვილი ნაკლებად აქვს. კი ბატონო, ბატონო გია.
ამ შემთხვევაში სავსებით არ ვეთანხმები ბატონო რამაის მოსაზრებით. ძლიერი და სუსტი ოპოზიცია არის მეტაფორა, ესაა სრულიად გაზომვადი სიდიდეები, რაოდენობრივად ერთი გაზომვის ერთი მეთოდი, რომელიც მე მინდა რომ იყოს ძირითადი არის არჩევნებში მოპოვებული ან მოსაპოვებელი ხმები, არჩევნების შორის რაღაც რეიტინგებს თვლიან ხოლმე ბატონი რამაზი და მისი კოლეგები. ესეც ასე ვთქვათ არის ოპოზიციის გაზომვის გამოცდილება როგორც მახსოვს. ზედამხედველობის და შენ უშუალოდ მე სოციოლოგი ამ ტიპის სოციოლოგი არა ვარ. და მეორე, რაც საქართველოში უფრო პოპულარული, ასე ვთქვათ, მეთოდია ოპოზიციის ძალის გაზომვის, ეს არის მიტინგზე ხალხის მოყვანის რაოდენობა და რამდენის კვადრატული მეტრის რუსთაველის წინ ან სადმე სხვაგან შევსება შეუძლია ოპოზიციას. ეს არის სრულიად ემპირიული, ანუ თვალნათლივი საზომი ოპოზიციის ძალის ან სისუსტის. ახლა ოპოზიციას არც ორივე ამ ნიშნით არის აშკარად სუსტი. მეორე, ნამდვილად არ ვეთანხმები იმას, რომ ხალხის სიძლიერე თუ სისუსტე ეს ცოტა გაუგებარიტები. სწორედ ოპოზიციის სისუსტე არის ოპოზიციის ერთის მხრივ შიდა, ასე ვთქვათ, ანუ აი ამ გაზომვადი სისუსტის წინაპირობა არის ერთის მხრივ ოპოზიციის შიდა, ასე ვთქვათ, ორგანიზებულობა და მეორეს მხრივ მისი და მისი მომხრეების შორის გაბმული ძაფები, ასე ვთქვათ, ანუ დობის ძაფები. ორივე ამ ნიშნით ოპოზიცია არის ასევე აშკარად დასუსტებული. თუ მაშინ არ ვეთანხმები იმასაც, რომ მაინც გაჩიჩილაძის ფიგურაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ძლიერ ოპოზიციაზე საუბრობთ. მაშინ არსებობდა ეგრეთ წოდებული გაერთიანებული. ოღონდ შეგვიძლია პრეზიდენტი ამახვილებს ამაზე ყურადღებას. არა მაინტერესებს პრეზიდენტი რას ამახვილებს. მე ვარ, ასე ვთქვათ, ანალიტიკოსი და არა პრეზიდენტი და მე ვლაპარაკობ. ესე იგი იყო გაერთიანებული ოპოზიცია. ეს ფრაზა დაიმახსოვრებ და გაუშვებ. კი ბატონო. ესე იგი მაშინ ასე ვთქვათ ოპოზიციის ძალის ერთ-ერთი გამოხატულება იყო მისი გაერთიანებულობა, ანუ სულ ყველა თუ არა, დიდი ნაწილი ოპოზიციისა იყო გაერთიანებული. დღეს ამ დაგვარი იყო მაგ გაერთიანების. ხო, რა თქმა უნდა და როგორც ზოგიერთი იმდენე პოლიტიკოსი ამბობს, გაჩიჩილაძე ამოვიდა, ასე ვთქვათ, ამოვარდა, რაღაც შეიკრიბნენ 11 კაცი თუ რამდენი შეიკრიბა და გაიმარჯვა რაღაც შიდა არჩევნებზე გაჩიჩილაძემ. ანუ ამ შემთხვევაში გაჩიჩილაძის გარშემო კი არ გაერთიანდა ოპოზიცია, გაერთიანებული ოპოზიციიდან ამოვარდა გაჩიჩილაძის ფიგურა, ასე ვთქვათ, ხო? ახლა, რაიმე გაერთიანების და ასე ვთქვათ, ნიშანი და რაღაც პერსპექტივა არ ჩანს. ასე რომ ამ ნიშნითაც არის ოპოზიცია ნიშნავს ბევრ დაქსაქსულ და ერთმანეთზე. კარგი, მაშინ მე ესე გითხრათ. და შესაბამისად, პრობლემა ის კი არ არის, რამდენად დიდია უკმაყოფილების მუხტი, რა თქმა უნდა არის ბევრი უკმაყოფილო ადამიანი დღესაც როგორც იყო 2-3 წლის წინ, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, უბრალოდ სწორედ ვერ ხედავენ აზრს რაღაც საპროტესტო საქმიანობაში, იმიტომ რომ ჯერ ერთი დაინახეს, რომ იმ მეთოდით, ასე ვთქვათ, თავრობის შესვლა როგორც ჩანს არ გამოდის და მეორეს მხრივ დაკარგეს ნდობა იმავე ლიდერების მიმართ, როგორც ჯგუფის მიმართ, ასევე როგორც ინდივიდების მიმართ. კი ბატონო, მუდმივად არსებობს ბატონო ამაზე საუბარი პოლიტიკოსების მიმართ, იგივე ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ნდობა დაკარგული აქვს მოსახლეობას ბოლო 2 წლის მოვლენებიდან გამომდინარე. მე შეიძლება ყველაფერს შევეთანხმები, რაც გიამ ბრძანა. უბრალოდ შეიძლება სრულად არ გამოვთქვი აზრი და ამ თანხმობაში გამოკვეთა. მებრძოლი ხალხი ის ხალხი არ არის, რომელიც ნდობას დაკარგავს და ამიტომ შეწყვეტავს ბრძოლას. ანუ მებრძოლი ხალხი ყველანაირ შემთხვევაში, ესე ვთქვათ, იბრძოლებს ნდობა აქვს თუ არა ამ პოლიტიკური ფიგურის მიმართ? მოსთხოვს იმ პოლიტიკურ ფიგურას, რომ ისე მოიქცეს როგორც მას. ხობს ეს ხალხი ბატონო რამაზ რაღაც. ხობს კი არა, მოსთხოვს. მოსთხოვს აი რა ისევე როგორც ბოდიში. ისევე როგორც მებრძოლი ხალხი არ მისცემდა ლიდერებს და ყველა ლიდერზე გულისხმობ. იმდენ დროს რა დროსაც ვაძლევთ ხოლმე 90%-ით რო ვირჩევთ და მერე ველოდებით როდის აყვავებენ ქვეყანას. ჩვენ არასოდეს არ გვაქვს ხანგრძლივი ბრძოლა საკუთარი ინტერესების გამო. აგერ იმების სწავლის გადასახადზე გამოვიდა ნახევარი ევროპა და იბრძვიან ისინი, ხო? ყოველგვარი პარტიების და პოლიტიკების გარეშე.
ჩვენ არ ვიბრძვით არც ხელისუფლებასთან, მე მარტო ხელისუფლებასთან ბრძოლას არ გულისხმობ, იგივე ოპოზიციასთან, იგივე ყველა იმასთან, რაც ბარიერს მიქმნის ცხოვრებაში, აი საკუთარი ინტერესებისთვის რო ვიბრძოლო. აი ამ ბრძოლაზე მოგახსენებთ. კი ბატონო, კარგით. ამ ხრივ ჩვენ სუსტი ვართ, როგორც ოპოზიციონერები ნებისმიერი ბარიერის მიმართ. გასაგებია, ბატონო გია, თქვენი აზრი მაინტერესებს. დროა ახლა უკვე გადავით ახალ რეჟიმში, ვეთანხმებით ერთმანეთს. მე სამსევით არა, მე მაინტერესებს. რამაზმა თქვა ახლა. ბატონო გია, ოპოზიციური ფლანგი პრეზიდენტის ამ გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს საქართველოში ოპოზიციის შესუსტებისთვის. შეგიძლიათ დაეთანხმოთ ამ მოსაზრებას, რომ სწორედ სააკაშვილია ერთ-ერთი მთავარი მოქმედი იმისა, რომ ოპოზიცია სუსტია ქვეყანაში. ყველაფერში რა იგულისხმება, ყველაფერს არ აკეთებს, მაგრამ არ ხოცავს ოპოზიციონერებს, არ წამლავს და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა სააკაშვილი როგორც პოლიტიკური ფიგურა, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია იმაში, რომ მისი ოპონენტები დასუსტდნენ და თავისთავად ხელს უწყობს ამ შესუსტებას, მოდით რა თქვა. კი ბატონო, ცხადია, არა, ეს თქვა, ეს არის ერთგვარი პრობლემა რაშია, იცით, რომ ამას როცა ამბობს ოპოზიციონერები, ეს არის ერთგვარი ტრივიალური, აბა რას იზამს. ახლა ისინიც ხელს უწყობენ, იმათაც ხო უნდათ, რომ თავრობა დასუსტდეს, ამას უნდა, რომ მისი მოწინააღმდეგეები დასუსტდნენ. აქ აზრიანი ეს იმდენად ტრივიალურია, არაფრის თქმას ნიშნავს. ანუ ლაპარაკი შეიძლება იყოს იმაზე და აზრიანი და საგნობრივი ლაპარაკი, ის რაღაც უკანონო მეთოდებს იყენებს და ამაზრით ასუსტებს რაღაცას, ასე თქვა, ძირს უთხრის დემოკრატიას. ძირს ხო, ამაზე თუ ის აკეთებს იმას, რაც მას როგორც იმბერკეტებს იყენებს, რაც მას პოლიტიკოს აქვს, იმისთვის რომ ოპოზიცია დაასუსტოს. კი, სწორედ ამაზეა საუბარი, თქვენ თამაშის წესები ახსენეთ, მაგრამ აქ არის როგორც ამბობენ, უთანასწორო თამაშის წესები, უთანასწორო ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ ამას თამაშის წესზე ოპოზიციას დახდება, მაგრამ ყოველთვის ითხოვს, რომ მოდით შევთანხმდეთ თამაშის წესზე. და აქედან გამომდინარე, როდესაც არ არის თამაშის წესი შეთანხმებული, ისინი აცხადებენ, რომ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს. გვატყუებსო, ხო? მიშა მესხი თქვენ ალბათ მისი თაყბტოვანებას ვერ მოესწარეთ, ხო? შესანიშნავად ატყუებდა ფინტის შვილიშვილიც იყო საფრთხოვნები. ფინტის დიდოსტატი იყო, ხო? ეხლა რო ეჩივლა დამცოს რომ მომატყუაო, სწორი იქნებოდა. ანუ არ არსებობს რაიმე ასე ვთქვათ თუ კანონი დაირღვა, არსებობს სასამართლო. სასამართლოს სასამართლო როგორი გვაქვს ბატონო ამაშიც არის საქმე. მაშინ ეძებე სასამართლოს გამოსწორების ან შექმნის გზები. კი ბატონო. ტრაქ არის რაღაც ისეთ თქვენთვის ცუდ იმაში გადავედით რომ მართლა ვეთანხმებით თქვენ და გამართოთ, მაგრამ იცით რა არის ეს მართლა ოპოზიცია ვარდება რაღაც ცუდ მანკიერ წრეში როგორც ლოიკაში ვამბობთ ხოლმე. ნუ თქვათ და ჩავთვალოთ ასე რომ აი მიშა ცუდია, ავტოკრატია და ასე ვთქვათ, არასწორ მეთოდებს აკრძალულ თქვათ ამ შემთხვევაში ოპოზიციაზე საუბრობთ, ამიტომ ამ კონტექსტში ვამბობ, თქვათ ის ავტოკრატია და ცუდია და რაღაც სფეროებში ყოველ შემთხვევაში ძირს უთხრის ოპოზიციას, ასე ვთქვათ, აკრძალულ ერთებს ხმარობს ოპოზიციის წინააღმდეგ, აი მესხის და ფეხბურთის კი არ ატყუებს კანონიერად, არამედ რაღაც აკრძალულ ცელას კოჭებში ურტყავს, ხო? და ნუ ის ხო ასეთია, ასე ვთქვათ, ხო? კოჭებში დათმოსთვის ისჯებიან. არა, ისჯებია ხო და ვინ უნდა დასაჯოს და როგორ უნდა დასაჯოს? ამაზეა ლაპარაკი, ხო? ანუ შენ თუ ოპოზიცია ხარ, ნუ ესე იგი უნდა ნახო ის როგორ რა გააკეთო ასე შემთხვევაში. თუ შენ იტყვი რომ აი ესეთია, ჩვენ იმიტომ ვარ სუსტი რომ ხელისუფლება ასეთია, მაგრამ ხელისუფლება ხო ასეთია, ესე იგი ყოველთვის სუსტი იქნები. ესე იგი რაღაც შენსავე მომხრეებში უიმედობას თესავ, მაგრამ ეს არის ერთის მხრივ საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგო ლაპარაკი, ასე ვთქვათ. და მეორეს მხრივ ეს არის ფაქტობრივად არასწორი, იმიტომ რომ ძლიერი ხო იყო, მაშინ კარგი იყო სააკაშვილი და იმიტომ იყო უფრო ძლიერი ოპოზიცია 2-3 წლისა, როგორც ყველაფერთან ხვდებით სააკაშვილის, მისი ოპოზიციას და ყველაფერთან ხვდებით. მაშინ ხო ძლიერი იყო. მაშინ კარგად იქცეოდა, მაშინ არ უტყამდა კოჭებში, მე ისწავლა კოჭებში დარტყმა. ესე იგი, ქონდა ძალა ოპოზიციას და გაფლანგა ის ძალა თავისი სულადური ქმედებით. თამაშია პრობლემა და არა ის რომ მიშა შეიძლება ცუდია თუ კარგია, სხვა საკითხია, ეს ამაზე ცალკე შეიძლება საუბარი, მაგრამ ის რომ ის
3 წლის წინ სუსტი იყო და ახლა ძლიერი იყო და ახლა სუსტია, ეს უკვე მისი კარგი, ბრალი. მაშინ მე პრეზიდენტისავე სიტყვებს გამოვიყენებ, როცა ეს საუბრობს მე რო ვიყო ოპოზიციაში 3 თვეში და ესე ვთქვათ დავამხობდი და შევცვლიდი ამ ხელისუფლებას. არის ამის რეალური პერსპექტივა? ხელისუფლება იმდენ შეცდომებს უშვებს. გადავიდეს ოპოზიციაში და არა, იმდენ შეცდომებს უშვებს სააკაშვილის ხელისუფლება, რომ მას შეიძლება ესეთი პერსპექტივა ემუქრებოდეს, როგორც თვითონ პრეზიდენტმა. ამ წუთში ჩემი აზრით სააკაშვილის ხელისუფლება, ვთქვათ, გამოიბრზმედა, მაგრამ ანუ შეცდომებზე არ არის აქ. არ მგონია რომ სააკაშვილი თვლიდა რომ ეს შეცდომები დაუშვა და იმიტომ, მაგრამ ობიექტური ვითარება იყო ომი, ეკონომიკური კრიზისი ერთად, რაც იმის გამიხედვით დავაბრალო ეკონომიკური კრიზისის პირობებში მით უმეტეს შევძლებდი ამასო. ხო, გასაგებია, როდესაც არის ომის შედეგები და პლუს ეკონომიკური კრიზისი ერთად, იმის და მიუხედავად ობიექტურად ახლა რაღაც ობიექტური ისტორიკოსის თვალით ის პრეზიდენტის ბრალი იყო თუ არ იყო მთავრობის ბრალი, იქმნება კარგი სიტუაცია ოპოზიციისთვის, ხო? გასაგებია, მიუხედავად კარგია ობიექტურად პრეზიდენტი თუ ცუდი და ამაზრით ახლა პრეზიდენტის ის გამოთქმა, მაინც და მაინც ჭკვიანური არ იყო, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსისთვის, ასე ვთქვათ, რაღაც რაღაც ეთყობა ოპოზიციონერის გულმა. ეს ფრაზა არ იყო, ესე ვთქვათ, მომგებიანი თავად პრეზიდენტისთვის. როგორც პოლიტიკოსისთვის, ისე დღეს გიათ კლიპზე გულმა არ მოუთმინა. ისეთი კარგი სიტუაცია იყო ოპოზიციისთვის და ვერ იყენებდნენ და გულმა არ მოუთმინა. აი როგორც სიტყვა რო ფეხბურთის ის რო არის, რომ აი რაღაც კარგი პასის რო ჩააწვიან და თვითონ იმან რო დაარტყას თავის კარში, რომ აი აფუჭებენ ესენი ვერ იწყენებენ ამ პასს, ხო? რაღაც ემოციური გამონათქვამი იყო, რომ რა თქმა უნდა ჯობდა რომ არ გაეკეთებინა პოლიტიკური მოსაზრებით, მაგრამ დღეს ასეთი ვითარება აღარ არის, იმიტომ რომ მაგ ნიჩეს ასეთი გამოთქვა, რომელსაც ბევრი მეორეს ხოლმე, რაც არ კლავს გაძლიერებს. ანუ რა კი სააკაშვილმა და სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაიტანა ეს ძალიან რთული მომენტი ომისა და ეკონომიკური კრიზისის ერთად და გადარჩა ახლა მისი დამხობა, დამხობა უნდა ოპოზიციას, ხო? შეცვლა დამხობის გზით არის და თუნდაც არჩევნების გზით არის გაცილებით უფრო რთული, ვიდრე იქნებოდა მაშინ. კი ბატონო რამას, თქვენც ეთახმებით ამას აზრებას, თუნდაც არჩევნების გზით. დაწყებული გიათი დამთავრებული. ყველაფერში ეთახმებით აბსოლუტურად. სააკაშვილს დღეს რო ყავდეს ძლიერი ოპოზიცია, როგორც ჩვენ ვთქვით, ძლიერი ოპოზიცია, ყველანაირი გაგებით. მისი ხელისუფლების შესვლა დღეს იქნებოდა რეალური თუ არა? მოდი, სააკაშვილი რო იყოს ოპოზიციაში, ხო, ეგეთი იყო ფორმულის არს ერთი მნიშვნელოვანი არ არის ხოლმე იმდენად რამდენ შეცდომებს უშვებს ხელისუფლება თუ ოპოზიციამ მოისურვა საკმარისი რაოდენობა შეცდომებისა ყველა ხელისუფლებას მოეძებნება. სააკაშვილს ჰქონდა როგორც ოპოზიციონერს და დღეს როგორც ხელისუფალს აქვს ერთი უდავოთვისება. ის არის ძალიან ენერგიული, მიზანსწრაფული და თავის მიზნის მიღწევაში ფანტაზია უმუშავებს შესანიშნავად და ბარიერებს არ აღიარებს. დღეს ახლა თქვენთან ინტერაქტივში იყო იმას შემიყოლია სანამ მოვიდოდი მოსახლეობის შეფასებაშიც ხშირად ფიგურირებს რომ ყავს ოპოზიცია ისინი ხო ძალიან ადვილად შეეგუენ რაღაცას ხო დასხდნენ მაგიდებთან ხო არიან რეალური ეჭვი შეეპარათ და ასე შემდეგ ხო აი ეს მიზანსწრაფულობა ეს უკომპრომისობა ბრძოლაში რაც სააკაშვილს ახასიათებდა დღეს მე მგონი არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს და აი უბრძოლველად ოპოზიციონერობა და უბრძოლველად ვინმეს დამარცხება კიდე ცოტა ძნელი წარმოსავალი. რაც არ უნდა სერიოზულ შეცდომებს უშვებდეს ის ვიღაც ვინც უნდა დააფრთხო. კი ბატონო, ანუ მხოლოდ არის ეს ყველაფერი დამოკიდებული არის იმ ადამიანებზე, ვინც ლიდერობენ, ასე ვთქვათ, პროცესებს და არა იმაზე, რამდენ შეცდომას და როგორ შეცდომას. ისინი ითვლიან რა შეცდომებს უშვებს სააკაშვილი როგორც კონსტრუქტორი რა სახელმწიფოს ამწყობი და მაგრამ იმისთვის რომ თვითონ არ დაუშვან უნდა მოხვიდე ხელისუფლებაში ხო მე მათ აქვს მებრძოლის თვისებები განსამჟღავნებელი ამ დროს სააკაშვილს მთელი თავის პლუსები აქვს ბრძოლის ველზე ხო
კონსტრუქტორობაში მას შეცნობები აქვს, მაგრამ ბრძოლის ფონზე ძალიან იშვიათად და ეს ორი სხვადასხვა რამე. კი ბატონო, ჩვენ ბატონმა რამაზმა ბატონ გიას ძალიან ბევრი ისეთი, ესე ვთქვათ, სიმპტომატური მესიჯები დაუჭირა, ესე რომ ვთქვათ, განსხვავებული წინა მისი გამოსვლებისგან მე გადაცემის დასკვნის ნაწილში კიდევ ერთ შემოგთავაზებთ ბატონო რამაზ და იმედი მაქვს რომ ამ თემაზე ვისაუბრებთ. ბატონი გიას საკმაოდ საინტერესო ნაშრომიდან და მე პერიფრას მოვახდე და შემდეგ რეკლამა ჩვენს ეთერში საქართველოს ტუნისისგან განსხვავებით საქართველოში ტუნისისგან განსხვავებით დიქტატურა არ არის, მაგრამ პოლიტიკურ სისტემას ავტორიტარული შეფერილობა აშკარად აქვს ეს ბატონ გიას ეკუთვნის ეს ეკუთვნის ბატონ გიას გადაცემაში რეკლამის და რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდები დაგველოდეთ. არგუმენტებს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან გიანოდია რამასაყვარელიძე. გადაცემის წინა ნაწილში საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ოპოზიციის მოქმედებებზე, გეგმებზე, რამდენად ისინი ეფექტურად მოქმედებენ, ესე ვთქვათ, ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად, მათ სისუსტეებზე, ყველაფერზე ამაზე ვისაუბრეთ, რევოლუციაც ვახსენეთ ძალიან ხშირად და ბატონ გიას ესე ვთქვათ, ერთგვარი ჩანახატის სტატია, ესე რომ ვთქვათ, არ ვიცი რა უწოდა ბატონ გიას, საკმაოდ საინტერესოა ტუნისთან დაკავშირებით, ჩვენ ყველამ ვიცით მოვლენები, რომელიც განვითარდა ტუნისში, მაგრამ ბატონ გია რატომღაც ესეთი აქცენტს აკეთებს, რომ საქართველოში ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური ელიტა, მათ შორის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დუმს. რატომ ბატონ გია? საქართველოს ესე გიძულებული ვიქნები, რაც იქ დავწერე ის თქვა ხმამაღლა. საქართველოში 2005 წელი რო იყოს ახლა არ იდუმებდა და მიესალმებოდა რევოლუციას და შეიძლება გივით არგამაძე არ უნდა წასულიყო კიდეც იქ ხარდასაჭერად, მაგრამ ახლა საქართველოს გახდა უფრო რეალისტ პრაგმატისტი და ვთქვათ რევოლუციური რომანტიზმის პერიოდი მაგ გაუარა, ამიტომ დუმს, ამიტომ ხელისუფლება ამიტომ დუმს. ოპოზიცია თლად არ დუმს, რაღაცა ხანდახან თითქოს ახსენებს, სადაც ინტერნეტში რაღაც იწერება, მაგრამ პრინციპში ესეც ოპოზიციისგან უფრო გასაკვირია, რატო დუმს? არა, რატო წამგებიანია ოპოზიცია? იმიტომ რომ უკვე რევოლუცია, როგორც ჩანს, რევოლუციაზე ლაპარაკი საქართველოში წამგებიანია და როგორც ჩანს, იმიტომ დუმს. ტუნისი იყო უოპოზიციო რევოლუცია. ხო, ესეც არის ახლა ამდენი შეიძლება ხალხმა არ იცოდეს, ახლა გასწრიგიზეთში იყო აწყობილი ოპოზიცია, მაგრამ მაშინ აი ბიშკეკის სცენარს გაჩვენებს და ასეთი გამონათქვამები გვახსოვს. ვიხაროდეს ბატონ გია ეს პერიოდი გამდელეთ ასე რომ ვთქვათ, თქვენ ესე ფიქრობთ? მე პირადად ვისაც უნდა როგორც უნდა ისექნას, მაგრამ მე ვთვლი რომ გვეყოფა რევოლუციებში ძალიან დავსპეცდით, ასე ვთქვათ, და შეიძლება უფრო მაღალი რანგის და უფრო ფილიგრანული რევოლუციონერი ვიდრე სააკაშვილია ვეღარ ვნახოთ და ამიტომ ჯობია მოდი იქნებ სხვა რამე ვისწავლოთ. მაგრამ თქვენ მაინც ერთგვარ მსგავსებას მაინც ხედავთ ტუნისსა და საქართველოს შორის? არა, რაღაც მსგავსებას კი ხადია ხედავ იმ თვალსაზრისით რომ ორივე ტუნისის ხელისუფლება მაშინდელი არა, ტუნისი გაცილებით რა თქმა უნდა უფრო რეალურად და თანამდებობრივად ავტორიტარული ნამდვილი დიქტატურაა საქართველოსთან განსხვავებით, იყო, დიახ, ახლა უბრალოდ ჯერ არ არსებობს, ახლა ქაოსის პერიოდია, მაგრამ ტუნისის მაგალითი იმიტომ არის საინტერესო, რომ ტუნისი მართალი იყო დიქტატურა, მაგრამ იყო წარმატებული დიქტატურა. ტურიზმს გულისხმობთ ამ შემთხვევაში. არა, მხოლოდ ტურიზმს, არამედ საერთოდ ეკონომიკის განვითარება, სტაბილობა, შედარებით უფრო ლიბერალური იყო სხვა არაბულ ქვეყნებთან შედარებით, რაღაც ქალების უფლებები იცვლებოდა. რაღაც საშუალო განათლებას ეწოდა ხელი, განათლებული ელიტა იზრდებოდა და ასე შემდეგ და ასე ეს არის, წარმატებული ავტორიტარული მოდერნიზაცია და როდესაც ასე წარმატებული ავტორიტარული მოდერნიზაცია ხდება, იქ ყალიბდება რაღაც საშუალო კლასი, კარგად განათლებული, რაღაც დასავლურ იდეებზე ორიენტირებული და ასეთი რაღაც ხდება, მერე არის საფრთხე რევოლუციისა, განსაკუთრებით თუ გაქვს დიქტატურა ნამდვილი, ამიტომ რა ვთქვათ, ნორმალური პოლიტიკური პროცესებისათვის გასაქანი არ არის და ის მოულოდნელად ამოხეთქავს ესე იგი რევოლუციის სახით, როგორც ირანში მოხდა, ვთქვათ. მეორე ამბავია, რომ ეს არ ნიშნავს, რომ იქ მერე დემოკრატია დამყარდება. ირანში რა დემოკრატიას დამყარდა ვნახეთ, ტუნისში რა კაცმა არ იცის, ღმერთმა ქნასთოთ იქ დამყარდა. მაგრამ თქვენ ერთგვარ მინიშნებას მაინც აკეთებთ, რომ ხელისუფლება, ესე ვთქვათ, მაინც და მაინც ასე ზერელეს არ უნდა მოიკიდოს ამ ისტორიას. ზერელეს მოკიდებაზე არ არის ლაპარაკი, საუბარია იმაზე, რომ ახლა ამ წუთში საქართველოში ნამდვილად არ არის არანაირი რევოლუციური სიტუაცია, მაგრამ პერსპექტივაში
ასე ვთქვათ, სტაბილობას იძლევა მხოლოდ გამართული დემოკრატიული ინსტიტუტები. რაც არ არის მხოლოდ ხელისუფლების გასჯერჯერობით არ აგვაქვს, მაგრამ მათი შექმნა არ არის მხოლოდ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ამოცანა და დამსახურება, მხოლოდ მის დამსახურება იქნება თუ შექმნით, ეს არის მთლიანად საზოგადოების და მთლიანად პოლიტიკური ელიტის ამოცანა. კი ბატონო მას მე რაღაც გული მიგრძნობს თქვენ ეთახმებით ყველაფერში თუ არა? სწორედ გიგრძნობს გული, იმიტომ რომ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმის საშუალებას მისცემს ხელისუფალს, ის არის თანაავტორი ავტორიტარიზმის. შესაბამისად, საზოგადოება, რომელიც დემოკრატიის საშუალებას ავტორიტარიზმის საშუალებას არ მისცემს ხელისუფალს, ის არის თანაავტორი იმ საზოგადოების დემოკრატიულობის. ისე რომ ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ერთნაირად არიან პასუხისმგებლები, როგორც ავტორიტარიზმზე, ისე დემოკრატიაზე. კი ბატონო გია საუბრობდა კი ბატონო. რომ გარკვეული შეფერილობა, ავტორიტარული შეფერილობა საქართველოში მაინც შეინიშნება. ეს შეფერილობაა თუ რაღაც უფრო სერიოზულად გვაქვს საქმე, თქვენ როგორ ფიქრობთ? არ ვიცი სერიოზულობის ხარისხის გაზომვა მიჭირს, მაგრამ მე მგონი პრაქტიკულად ყველა ეთანხმება იმას, რომ ავტორიტარიზმთან გვაქვს საქმე. ავტორიტარიზმთან ჩამოყალიბებულ არ ვიცი ხო ჩამოყალიბების შეიძლება იმას ვიზამ რაღაც ჩაგეჭრებით ყოველ შემთხვევაში პოლიტოლოგებში ახლა კონსენსუსი ძალიან ძნელია ყველას თავისი აზრი აქვს მაგრამ ასე თუ ისე სერიოზულ კვლევარებში და იმავე Freedom House-ის რეიტინგი ასულად ერთ-ერთი გამოხატულება ამისა საქართველოს ითვლება ეგრეთ წოდებულ ჰიბრიდულ რეჟიმად რომელშიც არის ავტორიტარიზმის ელემენტები მაგრამ არის რეალური დემოკრატიის გარკვეული ელემენტები თუ საფუძვლები თანაც თუ მაინც ამ რეიტინგებს შევხედავთ დემოკრატიასთან უფრო ახლოს ავართ ვიდრე ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმთან ყოველ შემთხვევაში ასე თვლიან ასე ვთქვათ წამყვანი მკვლევარები ეთახმებით მაგრამ ერთი მიშლის ხელს ახლა რომ დავეთანხმოთ თორემ ის შემონები არქიტექტურა ანუ როგორც კი შეხედავ არქიტექტურულ გადაწყვეტას ამა თუ იმ პროფილის შენობებისა დიახ რა პროფილის შენობები არის ყველაზე უკეთესი. საავადმყოფოების სკოლები, პოლიციის შენობები, სამთავრობოები, აი რო აიყო რა სხვადასხვა პროფილის შენობები. რომელი არის ყველაზე თვალში მომხდარი ეფექტური? პოლიციის? მე არ მეთქვია. არა, მე კითხვა დაგისვით ბატონო რამაზ არც მე მეთქვამს არაფერი. არ ვიცი ეს რატომ არის არგუმენტი, რა თქმა უნდა, გარკვეული არის პოლიცია არის. იმიტომ რომ ეს ძლიერი პოლიცია თავისთავად ავტოკრატიას არ ნიშნავს, მაგრამ ძალაზე ორიენტაციას ნიშნავს. კი ბატონო. რა ვქნა? მაგრამ ეს არ არის ავტორიტარიზმის სახელმწიფო თავისთავად ძალაა, მაგრამ ისე გეთახმებით კი ბატონო, რომ დისბალანსი არის, მაგრამ ვერ დავეთახმები, რომ ეს არის ძირითადი ინდიკატორია. დისბალანსია თუ ძმის ბალანსია, ფაქტია, რომ ძალა არის ავტორიტარიზმის ერთ-ერთი არსებითი თვისება. ძალა არის სახელმწიფოს არსებითი თვისება, მაგრამ მე ის ძალა როგორ გამოიყენება და როგორ არის ასე ვთქვათ, იმ ძალის სხვადასხვა აგენტები, ძალის გამოყენების სხვადასხვა агентები ერთმანეთის მიერ დაბალანსებული, ეს არის უკვე დემოკრატიის ძირითადი ნიშანი. ძალის გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს. აბარა, თუ კი ზედმეტი ძალა გაქვს, ყოველთვის წაგძლევს დაკიდებული თოფის. ამიტომ არის ბალანსია საჭირო, კი ბატონო. აი ქუთაისში პარლამენტს რო ავაშენებთ ახალს. დაბალანსდება არქიტექტურის თვალსაზრისით. აჰა, გასაგები. კარგი. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო იმისთვის რომ მოგბრძანდით და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. გიანოდია რამაზ საყვარალიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმრები. ზუსტად 9 საათზე თქვენ გელოდებათ მაესტროს ახალი ამბები მაკაცინცაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი აკაბერიძესთან და ეკა სტუმრები იქნებიან ირაკლი ალასანია, დავით გამყრელიძე. მე ხვალ 8 საათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.